ვსწრებოდი Candace Owens-ზე. ვამტკიცებდი, რომ მას ატარისგან ჰქონდა მიღებული თანხა თითქოს და შეერთებულ შტატებზე უცხოური გავლენის კამპანიის ფარგლებში, მაგრამ სინამდვილეში ეს ყატარი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს ალბათ რუსეთი იყო. დიახ, რუსეთი, სადაც Candace Owens-ი ამ კვირაში აღმოჩნდა და ის მთელი ძალით უწევს მას რეკლამას. ეხლა თუ რამე არ მოგწონს, ეს არის უცხოური ჩარევა, მაგრამ კონკრეტულად უნდა ვთქვა რუსეთთან დაკავშირებული საკითხი ცოტა მგრძნობიარე თემაა Candace Owens-ისთვის. და ეხლა ის ვალდებულია, რომ ძალიან მარტივ კითხვებზე ბევრი პასუხი გაგცეს, მაგრამ ეს ერთადერთი წინააღმდეგობა არ არის იმ ყველაფერში, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Candace Owens-თან დაკავშირებით ხდება. კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ ის თავის აუდიტორიას ატყუებს, არა მხოლოდ მათგან ფულის თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად მდიდარია და აცვია ისეთი ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც ფიცდებდა, რომ არ ჩაიცვანდა. ის პირდაპირ რუსეთშია და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. იქ დიდი კონფერენციის დროს დასავლეთის ყველაზე ცუდ მანიპულატორებთან ერთად გამოდის სიტყვით. ამ დროს კი თითქოს ოჯახურ შვებულებაზე იმყოფება. მაგრამ კიდევ ერთხელ, Candace მატყუარაა და ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია ამის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ეს გამოვავლინოთ და ვილაპარაკოთ ამაზე. გაგახსენებთ, როგორ ამბობდა იქ, რომ ყატარი არავითარ შემთხვევაში ნამდვილად არ მიიღებდა მათგან ფულს. მოგესალმებათ pushback-ის გადაცემა, მე ირაკეი ვარ თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიტერთ არხს, გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ ინფორმაცია გარცხელდეს, რადგან ჩვენ უპირისპირდებით გიჟებს. და ნამდვილად ვფიქრობ, რომ Candace ამ გიჟების სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მოდით მოусმინოთ. აბსოლუტურად არ ვფინანსდები ყატარის მიერ. სხვათა შორის მსურს, რომ ყატარმა დამაფინანსოს თუ უყურებთ. და ძალიან ღიად მithქვამს, რომ სურს ყატარის დაფინანსება. ყატარო თუ უყურებთ, გთხოვთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მათ არ მოეწონებათ უგუ ფსიქოლოგია. თუ $3 მილიონ მომცემთ, ყატარის რეკლამებს წავიკითხავ. ყატარი როგორც გინდათ. არ ვიცი, გამოიყენეთ ყატარის მატარებელი, არ ვიცი. ყატარელებს თითქმის მთელი ლონდონი ეკუთვნით. მინდა ერთ-ერთ მათ სასტუმროში დავრჩე. ამაში პრობლემა არ მაქვს. ჩვენ ყატარის დაფინანსებით არ მუშაობთ. ცდილობ. კარგი, ასე რომ აქ ის ძირითადად გვეუბნება, რომ არ აქვს პრობლემა იყოს ადამიანი, რომელსაც უცხოური გავლენა აფინანსებს, რათა თავისი იდეოლოგიები ამერიკელებს მოახვიოს. რაც მნიშვნელოვანია, რადგან თუ გინდა ნახო რა ხდება ახლა მასთან, უნდა გადახედოთ მის მოგზაურობას. არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი. მოსკოვი წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქია. კარგი, ის ამ მოგზაურობის დროს აქებს თუ რამდენად განსაცვიფრებელია მოსკოვი. მაგრამ არის რაღაც, რაზეც მინდა ვისაუბრო. ეს მისი ტანსაცმელია. და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით მაინტერესებს მისი მოდური არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ძალიან ბევრს ამბობს ყველაფერზე, რაც Candace-ზე ვიცით. Candace უყვარს მდიდარი ადამიანების გაკრიტიკება, როცა იტალიასა და რუსეთში მოგზაურობს და აცვია $3550 ღირებულების Balenciaga-ს პიჯაკი. როგორც არ უნდა იყოს, აი ასე უნდა ეცვას სინამდვილეში. ცუდად მოექცნენ, რომ ეს ფოტო არ მოჭრეს. უნდა თქვა, რომ თუ მეტყოდით, ეს ტანსაცმელი მეორადების მაღაზიაში იყიდა მეთქი, დაგიჯერებდით, მაგრამ ეს ორიგინალი სამოსია, კარგი? ფასდაკლებით მხოლოდ $2000 ღირს, ნაცვლად 3000-ის. კარგი, ეხლა რატომ გაჩვენებთ ამას? არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მადარდებს, რომ ეს აცვია ინტერვიუზე რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან, რომელიც აშშ-ს მთავრობის მიერ არის სანქცირებული, კარგი? და მას ინტერვიუს უღებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, პუტინის კონტროლქვეშ მყოფი და ეს ინტერვიუ ტელევიზიებში გავა. მინდა ერთი წამით უყუროთ ამას. მე აღარ ვარ, ადრე ძალიან მიყვარდა Yves Saint Laurent-ი, ეხლა აღარ. ამ ბრენდებთან ასე აღარ შეიძლება, რა? კი ის შარვალი მომწონს. არა, აღარ შეიძლება. შენ აცვია Yves Saint Laurent-ი? არა, მაგრამ ეს პედო თემატიკის ტანსაცმელია. ეს პირდაპირ ასეა. Yves Saint Laurent-ი აღარასდროს უნდა ჩაიცვა. ეს იმდენად დემონურია და იმდენად საზიზღარი. ესენი იყვნენ ის ადამიანები და მერე თქვეს მოდაში შემოვიდანთო. მაგალითად Balenciaga-ს ამბავი, ხო? ხო, როცა სათამაშო დათუნიები ჯერ კიდე შეკრული იყო და რაღაცნაირად გვერდით ეწყო. ამასთან, ხვდები რომ ეს ყველაფერი ფრანგული ბრენდებია? არასდროს ვენდობოდი მათ. ხო, ზუსტად. ასე რომ ეს პარიზიდან მოდის, რადგან ფრანკისტები იყვნენ ისინი, ვინც ფრანგული რევოლუცია გამოიწვია. ეს ყოველთვის ქრისტიანულ იმპერიაზე თავდასხმა იყო. უნდა თქვა, მართლაც ძალიან სასაცილოა, როცა ვუყურებ, როგორ იგონებს ის ასეთ რაღაცებს. მაგრამ ეს არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. მან ახლახან ინტერვიუ ჩაწერა Russell Brand-თან და იქ ამბობს, რომ Yves Saint Laurent-ის და Balenciaga-ს ტარება არ შეიძლება. რატომ? უბრალოდ იმის გამო, რომ ასეა. Sigmund Freud-მა ეს პირდაპირ დაწერა. ეს ჩვენი რელიგიაა. როცა ხალხი გაიგებს, რომ ეს ჩვენი რელიგიაა, ეს პრობლემას ქმნის. ამიტომ წერაში უნდა გამოვიყენოთ დისიმულაცია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულწრფელები იმაზე, რასაც ვაკეთებთ, რადგან ყოველ ჯერზე ასეა. ვიცი, ის ყოველთვის პოულობს მილიონ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩაიცვა Balenciaga. და კიდევ ერთხელ წაიკითხე ეს.
არანაირი ვარსკვლავისთვის არსად და არასდროს არ არის მისაღები ბალენსიაგას საქციელის დაცვა. დედის ინსტინქტები ჩემთვის ყველაფერს აღემატება. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ პედოფილები და ბავშვების მაცდუნებლები გავაუქმოთ. უბრალოდ მინდოდა ეს მკაფიოდ მეთქვა. ეს 2022 წლიდან ალბათ ცოტა ადრე, სანამ ის ფსიქოში გადავიდოდა, თუმცა ამ ეტაპზე ვიცით, რომ ის ყოველთვის ფსიქოზური იყო, ამასაც მალე დაგიმტკიცებთ. მაგრამ რა სიგიჟეა, რომ ისი გზის და რასელ ბრენთან ერთად პოდკასტს აკეთებს, ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ტანსაცმელი ჩაიცვა და აი თვითონაც ესაცვია. ხალხი ამტკიცებს, რომ მან ეს სხვანაირად შეიკრა, რათა ვერავის შეემჩნია, რომ ეს იგივე ტანსაცმელია, მაგრამ ის აქ ბალენსიაგას აცვია. ეს ზუსტად ისაა, რასაც კენდისი აკეთებს. ყველას ეუბნება, როგორ უნდა მოიქცნენ. და მერე თვითონ მიდის და რასაც უნდა იმას აკეთებს. რა თქმა უნდა, თავის მხარდამჭერებს თხოვს, ფული მისცენ და დაეხმარონ, რომ დაცვა დაიქირაოს, მისი დაცვა დააფინანსონ. შეიძლება რომ არ ეცვა $3,000 კოსტიუმი, თუმცა ისევ და ისევ, როგორც ძალიან მდიდარ ადამიანს, მისი უფლებაა ასე ჩაიცვას, თუ უნდა ჩაიცვას. მაგრამ მას შეეძლო, რომ დაცვაც დაეკირავებინა. მიზეზი, რატომაც შეუძლია ორივე, ზვირადღირებული ტანსაცმელიც ატაროს და დაცვაც ყავდეს, არის ის, რომ ძალიან მდიდარია. და ასე რომ, თუ თქვენი მიდიოტებს შორის ხართ, ვინც საკუთარ შრომით ნაშონ ფულს იღებთ და Candice Owens აძლევთ, იმისთვის, რომ დააფინანსოთ მისი ბალენსიაგას კოსტიუმები, რომლითაც თავის პოდკასტში გამოდის და გეუბნებათ, რომ არ ჩაიცვათ, რადგან ეს ფაქტობრივად პედოფილებს უჭერს მხარს. და მათთვის, ვინც არ იცით, ბალენსიაგა რამდენიმე თვის წინ უზარმაზარ სკანდალში გაეხვა. შეიძლება უკვე წელიც კი გავიდა, როცა ისინი უცნაურ რეკლამებს ავრცელებდნენ ბავშვებთან ერთად. ეს უბრალოდ ძალიან უცნაური ამბავი იყო. და კენდაისი უკვე 2022 წელს გამოვიდა ამ თემაზე. ასე რომ როგორც ჩანს ეს კამპანია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე რამდენიმე თვის წინანდელი. ამბობდა ხალხო, თავი დაანებეთ, არ ჩაიცვათ ბალენსიაგა. აი ეხლა კი თვითონ აცვია. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვახსენებს ზუსტად როგორ მოქმედებს ის. კენდაის უყვარს მდიდარი ადამიანების გაკრიტიკება, როგორც უკვე ვიცით, და უყვარს იმის წარმოჩენა თითქოს ძალიან უჭირს. ეხლა როგორც უკვე გითხარით, მინდა გაჩვენოთ უბრალოდ წარმოუდგენელი წინააღმდეგობები 2016-დან 2026-მდე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა დაემართა კენდაის, რატომ შეიცვალა ასე. იმიტომ, რომ ეს ქალი ყოველთვის არაკეთილსინდისიერი იყო, ყოველთვის. მისი ერთადერთი სურვილია მაყურებლობა, მას მხოლოდ სურს იყოს პირველ ადგილზე. და ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ აკეთებ ვიდეოებს, სადაც ვსაუბრობ მასზე და კიდევ უფრო უწევ რეკლამას. ფიქრობ, იმიტომ რომ მას უკვე იმდენი მიმდევარი ყავს, რომ ამ ეტაპზე ყველას უნდა ესმოდეს, რა მატყუარა ქალია. მოდით ვუყუროთ. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ Candice Owens-ი. downthere.socialautopsy.com. Lee. ჩვენმა გუნდმა დაათვალიერა Facebook-ის, Twitter-ისა და Instagram-ის საჯარო ინტერფეისები. შექმნა რეალური პროფილები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინტერნეტში სიძულვილის ენას ავრცელებენ. ასე რომ ნატალი ჟან ბაიზნერმა ეს tweet-ი გამოაქვეყნა. კენდაისის ქალიშვილი გაიზრდება და იქნება საშინელი ნაბოზარი, ან ციხეში აღმოჩნდება, ან ორივე ერთად. ჩვენ მოგვიცავს გავიგოთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ხალხს უნდა იცოდეს, სად ხარ, ვინ ხარ, რატომ ხარ, საიდან ხარ, როგორ მოხვედი აქამდე ცხოვრებაში, რა გაქვს წამლების კარადაში. არ ვიცი. არ ვისურვებდი ესეთი რაღაცის გვერდით ცხოვრებას. ეს ადამიანები არიან თქვენი მასწავლებლები, ექიმები. რატომ არ არის ასე? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გასააზრებლად? იმიტომ რომ Candice Owens-ის მთელი პლატფორმა ეფუძნებოდა იმ იდეას, რომ უნდა კონდეს სიტყვის თავისუფლება. უნდა შეგეძლოს თქვა ყველაფერი რაც გინდა, არ უნდა გაგაუქმოს, სადაც არ უნდა წახვიდე. და შემდეგ გაიგებ, რომ მას ჰქონდა ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა იმ ადამიანების პირად ინფორმაციას, ვინც ინტერნეტში რაღაცებს ამბობდა. რაც კიდევ ერთხელ ის არის, რისი გაკეთება ცნებადართულია. მაგრამ 2026 წელსაც კი მან თავისი დამოკიდებულება არც კი შეცვალა. ის ამბობს, მოდით გავიგოთ ყველაფერი ამ ადამიანების შესახებ. ხედავთ, ჩვენ გონია, რომ Candice Owens-მა დიდი ცვლილება განიცადა და ეს დიდი საჯარო ცვლილება იყო. ის ისრაელში იყო ჩარლი კუკთან ერთად, ადრე ისრაელის პოზიციას უჭერდა მხარს. ეხლა კი უცებ მას აქვს ეს სრულიად შეშლილი მანიკური თეორია, რომ ებრაელები ყველაფერს აკონტროლებენ, ფრანკისტების თეორია, რაც რაღაცნაირად პედოფილიას უკავშირდება და ის ფიქრობს, რომ ებრაელები ასეთები არიან. ეს არის სრულიად აბსურდული რამ, რასაც ის ფიქრობს, მაგრამ სინამდვილეში მისი არსი არასდროს შეცვლილა. მანიპულირებს, იტყუება, უპირისპირდება ადამიანებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სკანდალი შექმნას საკუთარ ირგვლივ. მეზობლები და ბიზნესის მფლობელები. და პირველად, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაატაროთ მათი წარსულის ნამდვილი გადამოწმება, რომ ნახოთ, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები დახურულ კარს მიღმა. ეს ადამიანები, როგორც უკვე თქვი, საშიშები არიან და არ გამიკვირდება თუ მათ შესახებ რაღაცებს აღმოვაჩენთ. რაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის სიმბოლურად მიღბების ახდა, რომ ვერავინ დამალოს თავი. იცით, Twitter-ის მომხმარებლის სახელებისა თუ დახურული პროფილების მიღმა. ამიტომაც დავიწყებ გამოძიებას და შევხედავ იმ ანგარიშებს, რომლებიც მთელი დღე, ყოველ დღე პოსტავენ. და შეგათხოვინებთ, რას აღმოვაჩენთ. სოციალური აუტოპსია არის თქვენი ციფრული ნაკვალევი. ეს პირდაპირ ისაა, რასაც ის აკეთებს. ეს მისი მთელი საქმეა, უბრალოდ იტყუოს.
და ეხლა იმის წარმოდგენა, რომ ის რეალურად იქაა და რაღაც რუსულს ავცელებს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ვიწყებ ხვდები, რატო პანიკდებიან და ყვირიან და იტყუებიან ეს მოლაღბე კომენტატორები რუსულ კოლაბორაციაზე, როცა იგებენ, რომ პლატფორმა ამერიკაში მოდის. ეს პლატონის მღვიმის ალეგორიაა. მართლა გასაოცარია, რამდენად სუფთა, ლამაზი და მოწესრიგებულია ქალაქი. ეს იმდენად შორსაა მედიის აღწერებისგან, ის ავცელებს რუსულ პროპაგანდას და კიდევ ერთხელ, შეიძლება იფიქროთ, იქნებ ქენდასი ებრაელებზე რაღაცაში მართალია. შეიძლება ქენდასი მართალია ერიკა კუქზე, მაგრამ მოდით ხომ ხვდებით, რომ რუსეთი პრობლემაა, არა? თქვენ ხო ხვდებით, რომ დიქტატურები კარგი არ არის? ან იქნებ ვერ ხვდებით. შეიძლება ვერ ხვდებით და მაშინ თქვენ სულელი ხართ, რომელიც ქენდას ოვენს მისდევს, მაგრამ უბრალოდ ძალიან საინტერესოა ამის ყურება. შეიძლება თავიდან უცდებოდით, იქნებ ეს კატარი არისო, ვინც მას აფინანსებდა. შეიძლება სინამდვილეში ეს უბრალოდ რუსები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მეტი არეულობა შეეტანათ შეერთებულ შტატებში, რაც ყოველთვის მათი ტაქტიკა იყო. დასავლეთის დამარცხების ნაცვლად უბრალოდ მისცეს საშუალება, შიგნიდან დაიშალოს და როგორ აკეთებ ამას? დაყოფის მომხრე ხმების წახალისებით, რაც ფიქრობ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კენდის ოუენსი ნამდვილად ერთ-ერთი ასეთი ადამიანია. Anyway, გმადლობთ ყურადღებისთვის ამ საკითხზე.